გამარჯობა მეგობრებო. როგორც ჩემს ერთ-ერთ წინა ვიდეოში მოგახსენეთ, ჩვენ სახლს სახურავი შევცვალეთ და იმ ვიდეოში იყო დასაწყისი და მინდა რომ რადგანაც თქვი რომ შემდგომ ვიდეოსაც დავდებდი, ეხლანდელ სიტუაციაზე ვისაუბრო. მოკლედ გავთამამდი, გამეჩნდა ეთყობა თავგადასავლების სურვილები და დავეთანხმეთ მე და ჩემი ქმარი, უფრო სწორად მან კიდევ უფრო მე დამეთანხმა, რომ იანვრის დასაწყისში ჩვენ სახლს სახურავი შეცვლოდა. თქვენი იკითხავთ ალბათ რატომ? იმიტომ რომ კარგი ამინდები წავიდა, მალე გავაკეთებთო, ჩვენ სახლს არ სჭირდებოდა იმ ხის კონსტრუქციის გაკეთება და ვიფიქრე რომ იანვარში ნაკლები წვიმებია, თოვლი კი იცის, მაგრამ აი ესე ახლა როგორც ეს მოხდა 20 წელია მაინც ასე არ ყოფილაო მეზობელმა მითხრა რომელიც აკვირდება ამ ყველაფერს და მეც ასე მჯერა. მოკლედ ნდობით და პოზიტიური განწყობით დავეთანხმეთ. და დაიწყეს ერთი პირველი კვირა იმუშავეს, მეორე კვირაში იყო შეფერხებები და მოხდა ისე რომ შემდეგ დაიწყო თოვა და მინუს 4 5 ხან მეტი, მოკლედ მე დავიწყე ჯერ ამ ჩემი მუშებისათვის ცხელი სასმელების ჯერ პირველად დღეში ერთხელ, შემდეგ დღეში ორჯერ, შემდეგ დღეში სამჯერ. ასევე ცხელი სუპებიც კი გავუკეთე პირველ დაახლოებით ესე 2 კვირის განმავლობაში. ისი აცივდა მერე რომ ისინი კი მამშვიდებდნენ მე რომ ჩვენ მუშაობა არ გვიჭირსო, ვთვებითო მუშაობაშიო, მაგრამ მე ფანჯარას რომ ვაღებდი, ეს ცივი ქარი გარეთ გასვლის სურვილს მიკარგავდა და ისეც ვარ სიცივისადმი მგრძნობიარე ადამიანი და ამიტომაც გადავწყვიტე და გავაღე ჩემი ზამთრის ბაღი, რომელიც შიდა ეზოს მხრიდან დიდი მასიური ხის გასაწევი კარით იღება. შემეწინააღმდეგნენ, მითხრეს რომ დაგისვრითო, იმიტომ ფეხსაცმელებიო კი არ არისო ისე ჭუჭყიანიო, მაგრამ მაინცო უნდა თოვლში დადიოდნენ ფაქტიურად. და იქ ფილები არის მეტალახს თუ რასაც ვეძახით და მეუთხარი არ არის პრობლემა, მან პარკეტი არ არის და შემდეგ გავწმინდავ მეთქი და იყო ჩემი ზამთრის ბაღი, მათი ასე ვთქვათ, პაუზების ადგილი. მანქანაში ჯდებოდნენ მანამდე, მაგრამ იქ მანქანაში როგორ რამდენიმე მანქანა რომ გქონდათ და ეხლა აქ ერთად შეეძლოთ ყოფნა და ასე ვთქვათ, ერთად სვამდნენ ყავას და ეს საუბარი 1 საათი ამ პაუზას აუცილებლად აკეთებდნენ ამ შესვენებას. მოკლედ მოხდა ისე რომ ბუნებამ გამოიღო მოწყალება და ის ერთი დღე მოგცა ამოსუნთქვის საშუალება რომ არ თოვდა და მანამდე კი ეს რაც თოვლი მოვიდა სულ ხელით მოუწიათ დაფერთხვამ, შეფუთეს კიდე სახლი კიდე დამატებით რაღაც უზარმაზარ რაღაც პრეზენტის თუ მაგის მსგავს ქსოვილში კიდევ კარგი დიდი არ არის სახლი. მოკლედ ვართ აი ასეთ თავგადასავლებში და მოვიდა ეს ფილები. ძალიან კარგი ხარისხის გერმანული წარმოების ფილა, თან ნატურალური ფერიც ავარჩიეთ. და იცით, მოხდა წარმოუდგენელი რამ. აი, დაიწყო თოვა და მეუნებიან, ნუ გეშინიათ, ყველაფერს ვასწრებთ. და ფილები არ იყო. იცით რომ თქვათ, სახლი ესე ორი მხარე აქვს და აი წინა მხრის მხოლოდ ერთ ზოლს არ იყო ფილა და კიდევ აქეთ მხარეს სადაც საბუხრია დაახლოებით ესე 1.5 კვადრატული. იმიტომ რომ ფილები იყო ნაწილი გზავრობისას და მოიტანეს მანქანით და შემდეგ მოხდა ამწეკრანით ზემოთ ატანა მიწოდება. დაიმტრო, მაგრამ რომც არ დამტროულიყო, მაინც ეთყობა ეს გერმანული ანგარიშიანობა რა არის, რომ ისე შეუკვეთეს რომ დამატებითი ეს დიდი შეკრა, იმიტომ ცალობით ხო არ იყიდება, იქ რომ აღარ დაჭირბებოდათ, იფიქრეს რომ გვეყოფა და აი არ ეყოთ და დაიწყო მერე ეს თოვლიც. კიდე ველოდეთ და იცით, აი ამ პერიოდში მე ჩემი სტრატეგია და მე და ჩემი ქმარი
ვიყავით აი ძალიან განსაკუთრებულ მდგომარეობაში. ჩვენ ყველაფერი გვერდზე გადავდეთ, ვიყავით სახლში, იმიტომ ხან სახლში შემოსვლა ჭირდებოდათ, რომ სხვენზე ასულიყვნენ. და აი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ცხოვრობდით სულ სხვა ცხოვრებით, ვერ მუშაობდით და სახლშიც კი, იცით, მე ხო შემინული სახლი მაქვს ესოს მხარეს და შეუძლებელია შენ მოეშვან, წამოწე, როცა სულ ხედავ მოსიარულე ფეხებს, იმიტომ რომ ხარაჩოზე ხომ დადიოდნენ. ჩემი ფისოც იყო სულ მაგიდის ქვეშ შემძრალი. და მოკლედ უნდა დავლოდებოდით ფილების შეკვეთას და აქ უკვე შევხედე, რომ 2 კვირის განმავლობაში ისევ ცუდი ამინდებია, ისევ თოვლია. ძალიან შემაწუხა ამ ამბავმა. ვიფიქრე, ნამდვილად დაუშვი შეცდომა, რომ ესე გავბედე, ნამეტანი გავბედე, ეს ჩემ თავს უთხარი. და რასაკვირველია, აი ამ ხნის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ვიყავი ჩემი განწყობის და ჩემი ფიქრების დარეგულირებით. ყველაფერი გვერდზე გადავდე, ყველანაირი სამუშაო, ყველანაირ ნეგატივს ვერიდებოდი. და აი ვიყავი იმ მოდუში, რომ ნუ რაც არის, ნუ და მივიღო ეს და ეს ამბავი დამთავრდება როდესღაც და მე უნდა შევძლო აი რაც შეიძლება პოზიტიურად აი ამ ამბის გადაგორება. მაგრამ ხდება ისე, რომ ეს ყველაფერი რაც არის შენზე ახდენს გავლენას დილით ადრე დგებოდი სპეციალურად რომ ეს ჩაიყავა ისინი გამემზადებინა, ასევე რაღაც პატარ-პატარა რაღაცებსაც ნუ სახში თავი რომ დამესაქმებინა რაღაცებს ვაცხობდი, რომელიც ძალიან სწრაფად ხდება და ძალიან ესეთი ჩვენებურ ქადას გავს, როდესაც უნდა ფოტო გადავიღო და შემოგთავაზოთ და ჩემი ხელოსნებს ძალიან მოწონდათ ეს ჩემი შემოქმედება. მაგრამ მიუხედავად ამისა, მახსოვს ერთხელ წავედი სუპერმარკეტში და მეზობელი შემხვდა და რომ დამინახა, მითხრა, ნანა, აი ყველა ეს დამთავრდება, შენ არიდარდო, მივხვდი რომ ისეთი განწყობით ვარ, ვასხივებ რაღაცას, რომ ეს ეხლა მე მამშვიდებს. იმიტომ ეს რომ უყურებდით აი ამ ამინდის პროგნოზს, ხვდებოდით, რომ წინ ვერ წავალთ და უკვე მივხვდი, რომ მთელი ეს, რა ვიცი, თებერვლის ბოლომდე მომიწევს აი ამ მდგომარეობაში ყოფნა. და ის ერთი რაც ეკლდა, ის ერთი ზული. იცით, ფსიქოლოგიურად აღიქმება და ასეც ამბობენ, რომ სახლის სახურავი არის ესეთი გადატანითი მნიშვნელობით ასახავს ჩვენი თავის და ჩვენი სარდაფი კი ჩვენი ქვეცნობიერის მდგომარეობას და ალბათ ამიტომაც არის რომ ჩვენთან ხომ უთქვიათ რომ შენ კრამეტი გაქვს დაცურებულიო ზუსტად იგივე გამოთქმა აქვს გერმანელებს და ეს ეხლა ხუმრობით კი არა მთელი დაცურებულს ვინ დაეძებს მთელ ერთ ზოლზე აკლია ეს კრამეტი ჩემს სახლს ქვემოთ კი არის ეს სპეციალური ნაჭერი რომელიც ატარებს ორთქლს სუნთქავს მაგრამ წვიმას და თოვს არ უშვებს მაგრამ აი ეს ზემოთ სიცივეს თოვლის სიმძიმე და ქვემოთ კიდე ეს სითბო უკვე დაიწყო კონდენსირება და დაგჭირდა სხვენში ორ ადგილზე შედგმა ერთგან ხედს დავინახეთ რომ დასველდა და როდემდე თან ეს 1-2 დღე რომ არის ხო არაფერია გაშრება და რა არის რას გავაკეთებთ და ფსიქოლოგიურად უკვე იწყებს ეს სიტუაცია შენზე მოქმედებას მე როგორც შემეძლო კი და მე და ჩემი მეუღლე არც ვინმეს ვაბრალდით, არც ჩვენ თავსით. ამ დროს ყველანაირი, აი ეს რა გავაკეთე, იმან რატო გადამაწყვეტინა, შენ რომ ეს არ გეთქვა, ეს არის ზედმეტი. შენ ხარ უკვე იმ სიტუაციაში და უნდა შეძლო რომ იმ სიტუაციაში როგორც შეიძლება ნაკლები ენერგია დაკარგო ამ ვიშვიშზე და უნდა რაღაცნაირად გადაერთო თავი, დაისაქმო თავი და იყო ნდობის სიტუაციაში. მოკლედ მოხდა ისე რომ აი ჩემი ყოველდღიური მედიტაციებიც, სადაც მე
სამყაროს ვთხოვდი რომ ეს ამინდი ცოტა შეერბილებინა, მართლაც ასე ვიწყებდი სახლის დღეს, რომ აი აუცილებლად საკმევლით, აუცილებლად გავანიავებდი და ვამბობდი რომ დაე ეს სახურავის ამბავი მა ჩაიაროს კარგად. დაე სუფევდეს ჩემს სახლში პოზიტიური ენერგია და ვცდილობდი რომ აი ამ დადებითი ამ პოზიტივში, აი ამ ნდობის მოდულში ვყოფილიყავით. და ორი დღე იყოს ის გამოცხადებული სიცივეები როგორც იყო, მაგრამ იცით გამოანათა მზემ და აი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სიცივე იყო, ამ მზეს ჰქონდა ის ძალა, რომ ძალიან კარგად დაადნო თოვლი სახურავზე. და მოვიდათ სწორედ მათ უფრო ადრე ვიდრე ველოდით ეს შეკვეთა დამატებითი ერთადერთი დღე იყო შანსი. როგორც მივხვდი, იმიტომ რომ იმ დღეს არ თოვდა, იყო შედარებით რბილი ტემპერატურა, 0-ს და 1 გრადუს შორის, 6 კაცით მთელი გუნდი მოვიდა და მოკლედ დილიდან, სანამ არ დაამთავრეს, იმუშავეს და ესეც შეავს ეს საბუხრეც დაამთავრეს, ყველა დეტალი დაამთავრეს. იმ დღეს ყველაფერი აალაგეს, მიალაგეს, ჩაალაგეს, წაიღეს, ჩვენ სადაც მანქანა გვიყენია, იქ იყო მასალები და ჩვენი მანქანა გქონდა სხვაგან დაყენებული და აი ეს იყო ძალიან ბედნიერი დღე. ისეთი მადლობელი ვიყავი რომ ეს მოხდა, იმიტომ რომ ალაგებდნენ, დაიწყო თოვა და იმის შემდეგ არ გაჩერებულა. ესე იგი, წამოთოვს ისე დაამატებს და დღესაც ჩემთან სულ თოვლის სიტუაციაა. იფიფქება და იფიფქება ჩემი ეზო. სულ მჭირდება გავხვიდო, რომ ჩემ ჩიტუნიებს იქ სადაც ვაჭმებ და ციყვიც მოდის, რომ იქამდე ვერ მივდივარ ფეხსაცმლით. და ის ერთადერთი დღე სწორედ აი ესე გამოიყენეს და ისეთი მადლობელი ვარ, ისეთი გახარებული ვარ. მე და ჩემი მეუღლე ისეთ ბედნიერებაში ვიყავით იმ დღეს. დიდი მადლობები გადაუხადე ხელოსნებს კიდევ დამატებით რაც განზრახული ქონდა ესეთ საჩუქრად თანხაც გადავეცით ველოდებით რასაკვირველია რომ მოვა ეს ოფიციალური გადასახდელი ფირმისთვის და ამასაც გადავიხდით თვითონ ის ფირმის შეფი ვინც არის ისიც მთელი დღე ის არის სპეციალისტი აი ამ საბუხრეს აკვრაშის თვითონ ამ საქმის სპეციალისტი და თვითონ გააკეთა ეს ყველაფერი და აი ეს პოზიტიურად დამთავრდა. ხარაჩოში ვსივართ, მაგრამ აღარაფერს დავეცებ. სანამ არ დადნება თოვლი და ეს არის აი იქითა კვირაში მოსალოდნელი, თორე ახლა კიდევ თოვს და თოვს. ვიჯდებით ხარაჩოში. რასაკვირველია აი ამ თოვლის დანახვა ხარაჩოს გარეშე უფრო კარგი იქნებოდა, მაგრამ ვიღა დაეძებს ამ ხარაჩოს. და ჩემი შვილი იყო რამდენიმე დღით სტუმრად. და რომ შემოდიოდა ისე არის ცოტა ესე როგორც ლაბირინთივით უნდა შემოხვიდე სახლში ამ ხარაჩოების გამო არის ესეთ კონსტრუქცია და ცოტა დაეჯახა ხამე იყო და ვერ შენიშნა და დაიწუწუნა მეოთხარი ნუწუწუნებ ეს ხარაჩო არის ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა მადლიერებით დავემშვიდობოთ როცა წაიღებენ და მე ვფიქრობ რომ პატარა რაღაცა არის კიდევ გასაკეთებელი რომელიც მნიშვნელოვანი არ არის და ალბათ ეს ფილმის შეფი შეხედავს ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ ავა სახურავს კიდევ ერთხელ გადაავლებს თვალს მე ესე ვფიქრობ და ამით დამთავრდება და მე როცა ხარაჩო მოცილდება რასაკვირველია ფოტოებსაც ერთი სული მაქვს ფოტოებსაც გადავიღებ და ჩვენც რომ დავინახოთ ნორმალურად იმიტომ სახლი დიდი არ არის და ეს ხარაჩო ხელს უშლის ესე იგი სახლის გარეგნობაც ამ კუთხით შეიცვალა რადგან სახურავის გარდა ეს სახურავი 30 სანტიმეტრით გამოვიდა კედლის აქეთ ესე გადმოიწია და ცოტა ფერებიც შეიცვალა და იცით ბოლოს მინდა ესეთი პატარა დეტალი გითხრათ. სახლის წინ სადაც იყო წვიმის საწვიმარი და ის შეცვალეს ახლით. ამ ძველზე იქ არის ვარდი, რომელიც არის დიდი, ჩემს ვიდეოებშიც მაქვს და ლამაზად ყვავის ჩემი სამზარულოს ფანჯრის წინ. აი დავდებ პატარა რილს და იქ იოლად ვინც ჩემს ვიდეოებს უყურებთ, იცნობთ.
და ეს ვარდი მიმაგრებული მქონდა მსხვილი ბაწრით ამ ძველ საწვიმარის მილზე. ეხლა მათ შეცვალეს ეს მილი, რომ დავინახო შეუცვლიათ და ისე რომ ვარდით შევხედე გასხლული არ არის, რადგან ჩვენ აქ გაზაფხულზე ვაკეთებთ ვარდის გასხლას და ვიფიქრე როგორ შეძლეს ესე რომ ვარდით არც დაჭირდათ მოჭრა, არც მოწეხილი რამე არ დავინახე და უცებ ვხედავ. ეს ბაწარი ხომ მოხსნეს ამ ძველ საწვიმარ მილს და გააკეთეს ახალი და იმ ახალზე მიუბიათ ეს ჩემი გაბანტული მსხვილი ბაწარი, რომელიც არც ძვირი არ არის და ნუ ერთი გორგალი მაქვს და მის წესით შეიძლებოდა გადაეგდოთ, მაგრამ ის ზუსტად იგივე ადგილზე არის მიბმული თითქოს არც არაფერი მომხდარა და როგორ სასიამოვნოა, როცა ესე ხელოსანი აი ამ რთულ პირობებში მუშაობს და აი ესეთ პატარა დეტალს ესეთი სიფაგიზით ეპყრობა, ხო, ჩემს მეუღლეს ვაჩვენე და თქვენც გიზიარებთ. მე კი ვიტყვი, რომ ბოლოს სულ ერთია რას ვაკეთებთ. აი ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ უხდება ჩვენი დადებითი დამოკიდებულება, ნდობის დამოკიდებულება, რასაკვირველი არ ნიშნავს, რომ პროცესს არ უყუროთ და არ მივადევნოთ თვალი. აი რომ მე ნერვიულა იმის გამო, რომ თითქმის შეუძლებელი რაღაც მოხდა. ეს ერთადერთი დღეს, აი დაემთხვა წინა დღეს ჩამოვიდნენ ფილები. ჩვენ ვამბობთ, რომ ამდენი ლოცვების შედეგად ზუსტად ეს და იმ დღეს იყო მოსალოდნელი. ამისი გათვლა, ამის წინასწარი თქვათ წარმოდგენა ჩვენთვის რთული იყო და მაგრამ ვიყავით ნდობაში და ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ჩემ თავზე, რომ ეს ეჭვები, აი ეს გაწბილება, ეს შიშები გვერდზე გადამედო და ძალიან კმაყოფილი ვარ და გისურვებთ, რომ აი რასაც წამოიწყებთ თქვენ, რომ შეძლოთ აი ნდობა და დაესამყარომ თქვენი და ყველამ ვინც მასთან არის დაკავშირებული, აი იმ ამბავთან, რასაც დაიწყებთ თქვენი ნდობა გაამართლოთ და იყოთ კმაყოფილები. მოკლედ ასეთია ჩემი სახურავის სიტუაცია. კარგად ვძანდებოდეთ, დიდი მადლობა ყურადღებისათვის.